ბოლო 2 წელში პირველად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შეცვალა და მონეტარული პოლიტიკა 0.25% პუნქტით გაამკაცრა. შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 8.25% გახდა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე საქართველოში 252,000-ზე მეტ მსესხებელს კრედიტზე 3% განაკვეთი გაეზრდება. მარეგულირებელი გადაწყვეტილებას ინფლაციური რისკების ზრდითა და გლობალური შოკებით ხსნის. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა. ამასთან საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა უკვე აისახა საქართველოზე და აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე დაჩქარდა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით კომერციული ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედაზღვარი 5%-ით 25%-დან 20%-მდე შემცირდა. ამასთან SEBI განაგრძობს დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას და არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 ივლისიდან 750,000-დან მილიონ ლარამდე იზრდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით სარეზერვო მინიმალური მოთხოვნების 5%-ით შემცირება მომავალში ბანკებს მისცემს შესაძლებლობას უფრო დაბალ პროცენტში შესთავაზონ სესხი მცირე ბიზნესს. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილი კრიზისი და მკვეთრად გაძვირებული საწვავი ავიაბაზარზე მძიმე დაისახა. Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ მენეჯმენტი ყველა ზომას იღებს საწვავის ეკონომიისთვის, თუმცა ამის მიუხედავად რეისების ნაწილის გაუქმება უწევთ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ევროპის საჰაერო სივრცის გადატვირთვის საბაბით ევროკონტროლმა რეისები 30 წუთიდან 2 საათამდე შეაფერხა, რაც Georgian Airways-ის შეფასებით არარეალური მიზეზია, რადგან აქტიური საავიაციო სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ავიაკომპანიის შეფასებით ევროკონტროლში დღევანდელ მძიმე ვითარებას არ ითვალისწინებენ არაპროფესიონალიზმის გამო და სრულად უგულებელყოფილია მგზავრების და ავიაკომპანიების ინტერესი. მათივე შეფასებით თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა. აზერბაიჯანის მხარესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო სავაჭრო ურთიერთობების ზრდასაც, უზბეკეთის მხარესთან გამართულ შეხვედრაზე კი მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს. ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას ქართველი მზარეულები უკვე მეორედ მიიღებენ. სასწავლო კურსი პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას და მსოფლიო ტენდენციების გაცნობას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ბასკეთის კულინარიის ცენტრის ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ. სწავლა 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 3 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე მოქმედი მზარეულები შეძლებენ. საქართველოში ბისერებისგან დამზადებული ხელნაკეთი ჩანთები შესაძლოა მალე ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გავიდეს. პროექტზე ბრენდი მარინარტი მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელნაკეთ ჩანთებზე მოთხოვნა მაღალია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისგან და გაყიდვებით თვიდან თვემდე ორმაგდება. სარეალიზაციო მაჩვენებლების ზრდას, მარინარტში მომხმარებლის შეცვლილ ქცევას და ხელნაკეთი ნივთების უნიკალურობას უკავშირებენ. ხელნაკეთ ნივთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო კი გაზრდილია იმ ბრენდებისა და კომპანიების რიცხვი ქვეყანაში, რომლებიც ბაზარს მსგავს პროდუქტს თავაზობენ.